რატომ არ დასრულდა გორგილაძის ქუჩაზე 1 წლის წინ დაწყებული გალერეისა და 10 კაფეს მშენებლობა პროექტის თანახმად ხელოვნების მუზეუმს დამატებითი საექსპოზიციო კულტურული ნაგებობა ემატება. განათლების სამინისტროსა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების პოზიციები ნაცია ლომაძის რეპორტაჟში. ხელოვნების გალერეა და 10 კაფე ზუსტად 1 წლის წინ უნდა გახსნილიყო. შეფერხებული მშენებლობის გამო პრეზენტაციის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით სატენდერო პირობები არაერთხელ დაარღვია. ჯარიმა ფინანსური სანქცია და ის დაახლოებით 30,000 ლარს შეადგენს. ეს უნდა დასრულდეს ნოემბრის დასაწყისში, შესაბამისად თუ ამ ვადაშიც არ მოესწრება, შემდგომ უკვე ჩვენ განვიხილავთ ალბათ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს. ჩვენი მაინც ამოსავალი წერტილია, როგორმე ამ კომპანიამ დაასრულოს აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი. შემდგომ არის ცოტა რთული პროცედურა ახალი ტენდერის გამოცხადება. აქ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას სამუშაოების 99% არის დღეს დასრულებული. მშენებლები ამბობენ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ სამუშაოები 2 ოქტომბერს განაახლეს. კომპანიის წარმომადგენლები შეფერხების მიზეზად უამიდობის გამო სამშენებლო ქვის მოპოვების პროცესის გაჭიანურებას ასახელებენ. ქუთაისში არის ასეთი რა, ეკლარის ქვას ეძახიან, ეს ქვა ის წლით იყო რა, ჭრიანი იმას და ვერ ხერხდებოდა ამის ამოღება მათიდან რა. ფაქტობრივად ამას შეაფერხა ობიექტის დამთავრება. გალერეა და 10 კაფე ბათუმის ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის. რეაბილიტაციას მუზეუმის შენობაც საჭიროებს. არის გარკვეულწილად ცნობილი წყალი ჩავიდა, ჯერ იქ არის სხვა სამუშაოები გასაკეთებელი, რომ წყალი არ ჩავიდეს და ბუნებრივია, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მომავალ წელს ბიუჯეტის კორექტირებისთანავე გარკვეულწილად მოხდეს ამ სამუშაოების დაფინანსება. თუმცა მიმდინარე წელს ეს არ არის დაგეგმილი, რადგან ჯერჯერობით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს. სამინისტროს ინფორმაციით, თუ კომპანია ნაკის ვალდებულებას ამჯერადაც არ შეასრულებს, ჯარიმა გაიზრდება. უწყება არც ხელშეკრულების შეწყვეტას გამორიცხავს.